სოციალურ პროგრამებზე მუნიციპალიტეტები ხარჯავენ გარკვეულ პროცენტს თავისი ბიუჯეტის. თუმცა რომ შევხედოთ დიდ სურათს, სიტუაცია წლიდან-წლამდე არ უმჯობესდება. ძირითადად მომსახურებები თავმოყრილია რაიონულ ადმინისტრაციულ ცენტრში, რაც უზღუდავს გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას სოფლის მცხოვრებ მოსახლეობას. სერვისები არ ეფუძნება საჭიროებების კვლევას. პროგრამები რომ გადახედოთ თქვენ, ხო, არის შემუშავებული მოკლევადიანი კრიზისის რეაგირებაზე და არა გრძელვადიანი გაძლიერების მიმართულებით. ერთი ხელით მე სახელმწიფო მაჭმევს და მაძლევს ფულს და მე მეორე ხელით მას ვერ ვუღალატებ. დღეს კიდევ მოსახლეობა სოციალური მომსახურება მუნიციპალური გონია საჩუქარი მუნიციპალიტეტის მხრიდან. ის რომ ეს მისი უფლებაა მიიღოს დახმარება, ის რომ ეს მისი ბიუჯეტია და აბსოლუტურად თვითმმართველობა იმიტომ არის იქ რომ მოიმსახუროს მას, ეს არ არის მოქალაქეებში გაცნობიერებული. გონიათ რომ თუ ჭყალებში ვაყო კარგად არ მოიქცევა, ვერ მიიღებს ამ მომსახურებას და ეს არ არის შორს სიმართლისგან სამწუხაროდ. მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჩვენი პოდკასტების სერიას ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე და ზოგადად ადგილობრივ განვითარებაზე, იქ არსებული პრობლემების შესახებ. დღეს გადავწყვიტე, რომ ვისაუბროთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც აბსოლუტურად ყველა მოქალაქეს ეხება, აბსოლუტურად ყველა ადამიანს, ვინც კი ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ეს არის სოციალური საკითხები. და განსაკუთრებით პრობლემურია ეს თბილისის გარეთ მუნიციპალიტეტებში, სადაც სოციალური პრობლემები გაცილებით უფრო მეტი არის ერთი მხრივ და მეორე მხრივ არის პროგრამები და პროექტები, რომელიც შესაძლოა და სერვისები, რომელიც შესაძლოა არ იყოს იმდენად ხელმისაწვდომი, იმდენად გამართული, იმდენად ეფექტური, რომ ის რეალურ ცვლილებებს ადამიანის ცხოვრებაზე და გავლენას ახდენდეს. ამაზე სასაუბროდ დღეს მე მოვიწვია ბავშვთა კეთილდღეობის ლიგის თავმჯდომარე ეკა სანებლიძე. ეკა, დიდი მადლობა რომ მოხვედით. მე ვფიქრობ რომ ეს თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ როგორც თქვი, უკვე ყველას გვეხება აბსოლუტურად, რა სინამდვილეში რა სოციალური მდგომარეობა ისაც არ უნდა ვიყოთ, ჩვენ ეს საკითხები გვეხება, იმიტომ რომ თუ არ არის განვითარება და თუ არ არის რაღაცა მეტნაკლები სოციალური თანასწორობა, საზოგადოება წინ ვერ მიდის. და ეს ჭირს ამ ქვეყანას, განსაკუთრებით, როდესაც გავდივართ მუნიციპალიტეტებში, რეგიონებში, სადაც პრობლემები უფრო და უფრო მეტია. ადამიანების სოციალური პირობები არის განსხვავებული, სოციალური მდგომარეობა არის განსხვავებული და განსხვავებულია სერვისების ხარისხიც. განსხვავებით თბილისისგან მუნიციპალიტეტებში ეს ძალიან ჭირს. სიმართლე გითხრათ, მე ნაკლებად ვარ ამ სფეროში ჩახედული. მიუხედავად იმისა, რომ თვითმმართველობის საკითხებზე ბევრი წელია ვმუშაობ, მაინც ფოკუსირებული და აი როცა თავის დროზე თვითმმართველობის რეფორმაც სხვადასხვა ეტაპზე დაწყებული, თქვათ 98-ში, თუ 2005-ში, თუ 2013-ში, მაინც სულ იყო ხოლმე ორიენტირებული, რომ აი მეტი უფლებამოსილება გადავცეთ, მაგრამ უფლებამოსილებას ცხადია ფინანსები უნდა, ამიტომ ფისკალური დეცენტრალიზაცია აუცილებელი ქონება, რომელიც სახელმწიფოს ხელშია, როგორ გადაეცეს მუნიციპალიტეტს. მოკლედ, უფრო მეტად კონცენტრირებული იყო ყოველთვის იმაზე, რომ მუნიციპალიტეტს უფლებამოსილებასთან ერთად ფინანსური დამოუკიდებლობაც ჰქონოდა, რომ შემდეგ თავად შეძლებოდა სერვისების განხორციელება. ამ პროცესში სოციალური სფერო მაინც ამოვარდნილი იყო ხოლმე და არ ჰქონდა აქცენტი ამაზე გაკეთებული. ეს სფერო სრულად არის რეალურად ცენტრალიზებული. იწყება ჯანდაცვის სამინისტროდან და ჩადის მუნიციპალიტეტების დონეზე ისე, რომ ყველანაირ გადაწყვეტილებას რეალურად იღებს ერთი კონკრეტული უწყება ნებისმიერ სოფელში და ეს სოფელი არის 3500-ზე მეტი დასახლება უпроსორად ქვეყანაში. მოდი ალბათ დავიწყოთ პრობლემებით, ხო? რა ტიპის სერვისები გვაქვს და რა ტიპის პრობლემები გვაქვს. ცხადია, ჩვენ ახლა აქ ყველა სერვისზე და ყველა პრობლემაზე ვერ ვილაპარაკებთ, მაგრამ ალბათ გეცოდინებათ ყველაზე მთავარი, რაც გავლენას ახდენს მოსახლეობაზე, ადამიანზე და დავიწყოთ ამაზე ლაპარაკით და მერე გზადაგზა გამოჩნდება თემა.
კი ბატონო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მართალი ბრძანეთ თქვენ წლების განმავლობაში მუდმივად არის საუბარი ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებაზე და რეფორმების რამოდენიმე ტალღა იყო ქვეყანაში და ეს კარგად გვახსოვს, რომელიც მოიაზრებდა უფრო მეტი შესაძლებლობების მიცემას ადგილობრივი თვითმმართველობისთვის, თუმცა ყველა ეტაპზე და ყველა რეფორმის განხორციელების დროს რაღაცნაირად უჭირდა ცენტრალურ ხელისუფლებას ფინანსური დამოუკიდებლობის მიცემა თვითმმართველობებისათვის. ის რომ დღესდღეობით მხოლოდ ერთი სახის გადასახადი მიდის, ხო, რაც ვიცით, ადგილობრივ თვითმმართველობაში და ფინანსურად მხოლოდ ციცე ჩამოსათვლელი თვითმმართველობები არის. თვითკმარი, ხო, ძალიან რთულია ვისაუბროთ იმაზე, რამდენად უნდა მოახერხონ მათ ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროების დაკმაყოფილება, რაც რეალურად წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციას, ხო? ტრანსფერის საკითხი გასაგებია გვესმის, მაგრამ მაინც ეს არის ცენტრალური ხელისუფლების მიერ გარკვეული სტრუქტურის ფარგლებში გაწეული ფინანსური დახმარება თუ ფინანსების გადაცემა, რომელიც არ არის მათი და ეს არის დამოკიდებული ძალიან ბევრ ფორმალურ თუ არაფორმალურ ფაქტორზე. და რა არის ამას პოლიტიკური ცხადია, ამას ხო, რასაკვირველია, ეს სწორედ არაფორმალურ ფაქტორებში ამას გულისხმობ. ცხადია ეს, ანუ ფინანსური მდგომარეობის, აი ესეთი სისტემა ახდენს გავლენას სერვისების წარმოქმნაზე, მათ მიწოდებაზე და ასე შემდეგ. თქვენ როგორც ახსენეთ პროექტი, რომლის ფარგლებშიც ვართ ახლა შეკრებილები, ეს არის ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული, რომლის დიდი ქოლგა, ასე ვთქვათ, მიზანი არის რეგიონული ბალანსირებული რეგიონული განვითარების ხელშეწყობა, სოციალური სერვისების დეცენტრალიზაცია, ხელმისაწვდომობის გაზრდა და ასე შემდეგ. ჩვენ ორგანიზაციას ბავშვთა კეთილდღეობის ლიგას ქონდა კომპონენტი, რომელიც მომსახურების ხელმისაწვდომობის შეფასებას მოიაზრებს მოწყვლადი ჯგუფების მხრიდან, ანუ რამდენად არის ხელმისაწვდომი ის სერვისები, რომელიც არსებობს ადგილობრივ თვითმმართველობაში, ხო? ამ კუთხით ჩავატარეთ კვლევები, შევხვდით თვითმმართველობის წარმომადგენლებს, 6 მუნიციპალიტეტი იყო ჩვენი სამიზნე. ჩატარდა ინტერვიუები როგორც თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, ასევე სამოქალაქო სექტორის და ბენეფიციარებთანაც და ძალიან საინტერესო მიგნებები ამოვიდა. ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ უყურებდით სოციალური მომსახურებების კუთხით, ანუ სოციალური პროგრამები, რომლებიც აქვთ მუნიციპალიტეტებს. ცხადია, სოციალურ პროგრამებზე მუნიციპალიტეტები ხარჯავენ გარკვეულ პროცენტს თავისი ბიუჯეტის. შეიძლება ითქვას, რომ ეს დაახლოებით ზოგი მუნიციპალიტეტი ხარჯავს 9%, ზოგი 11%, ზოგი ცოტა ნაკლებს და ასე შემდეგ. რაღაცა ფული იხარჯება ამ მიმართულებით. თუმცა რომ შევხედოთ დიდ სურათს, სიტუაცია წლიდან წლამდე არ უმჯობესდება, ხო? ანუ სწორედ ეს იყო ჩვენი კვლევის მიზანი, რომ რა ხდება ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტი ერთის მხრივ, რომელიც ხარჯავს თანხას, ეს თანხას რდადია ცოტა, მაგრამ მაინც რდადია წლიდან წლამდე და მეორეს მხრივ მოსახლეობა, რომლის მდგომარეობა არ უმჯობესდება, ხო? ეკა, ჩაგიკითხებით, რა განსხვავება, რითი განსხვავდება მუნიციპალური სერვისების სოციალურ ნაწილში ცენტრალური ხელისუფლების სერვისებისგან, იმიტომ რომ აქაც რაღაცნაირად გაყოფილი უნდა იყოს, ხო? ერთია რაც დელეგირებული აქვს ადგილობრივ თვითმმართველობას და რასაც დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს, მაგრამ მეორეა თავად რა პროგრამებს და პროექტებსაც ხადია აქვთ პროგრამები და პროექტები ნამდვილად ფარავენ სხვადასხვა ჯგუფებს, როგორც არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები თუ ბავშვები, მარტოხელა დედები, სოციალურად დაუცველი მოსახლეობა და ასე შემდეგ არის კატეგორია ნამდვილად ხორციელდება პროგრამები, მაგრამ ჩვენ საუბრობთ თვითონ რომელსაც ყოველი მუნიციპალიტეტი ახორციელებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში თავისი ბიუჯეტიდან. კითხვა არის ის, რომ რამდენად ხელმისაწვდომია, რამდენად საჭიროებებზე ორიენტირებულია და რამდენად აძლევს მუნიციპალიტეტი თავის მოსახლეობას იმას, რაც სჭირდება მოსახლეობას, ხო? ანუ ჩვენი ძიების და კვლევის მთავარი საგანი იყო ეს, სწორედ ხელმისაწვდომობის შეფასება პირველ რიგში, მეორე თუ ვეკითხებით მოსახლეობას, ანუ ადგილობრივი თვითმმართველობის არსი ხომ ის არის, რომ მე უნდა გავიგო რა სჭირდება ჩემს თემს, ჩემს კონკრეტ განსხვავებით ცენტრალურისგან. ცენტრალური ხელისუფლების სოციალური პროგრამები უფრო ფართო დაფარვის არის, უფრო საყოველთაოა, ხო, რაც ყველა სჭირდება
მოხდება. განსხვავებით მუნიციპალიტეტისაგან, რომელიც უნდა იყოს მორგებული კონკრეტული თემის, კონკრეტული ადგილის საჭიროებებს. ანუ კითხვა იყო ასეთ დასმული, რომ რამდენად ვიცი მე ჩემი თემის საჭიროება, რომ რაც სჭირდება ის მივაწოდო, ანუ იმაში დავხარჯო ფული, რამდენად მიუწვდებათ ხელი ყველას ამისთვის და რამდენად კვალიფიციური კადრი მყავს მე, რომ თუ არ მიუწვდება რაღაცა განახლება, შევცვალო ეს მომსახურებები, ხო? ძალიან საინტერესო საკითხები ამოვიდა ჩვენი კვლევის ფარგლებში. პირველ რიგში, ანუ მოდი ვთქვათ, აი დეცენტრალიზაციას რასაც შეეხეთ. დეცენტრალიზაციის კუთხით მინდა გამოვყო არა მარტო ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობებს შორის, არამედ ანუ დიფერენციაცია როგორც მუნიციპალიტეტში რაიონულ ცენტრსა და სოფლის მოსახლეობაში. აქაც ძალიან დიდი პრობლემები გვხვდება და რა ხდება? ძირითადად მომსახურებები თავმოყრილია ადმინისტრაციულ ცენტრში, რაც უზღუდავს გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას სოფლის მცხოვრებ მოსახლეობას, ხო? ერთი იმიტომ, რომ რიგ შემთხვევებში მუნიციპალური ტრანსპორტი შეზღუდულად მოძრაობს და რთულია მათთვის ყოველდღიურად, ანუ დაუშვათ ავიღოთ უფასო სასადილო, ხო? ადამიანს ყვება კვირაში 3 ჯერ ხომ არ უნდა, ყოველდღე უნდა, ხო? ანუ ეს გამორიცხულია, იმიტომ რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ან არ არის, ან დადის რაღაცა გრაფიკით. და რა თავარია ზოგ მუნიციპალიტეტში დაშორება ცხადია. რომ რაღაცა ათეულობით კილომეტრის გავლა გიწევს. ეს არის, ანუ ეს არის სწორედ გეოგრაფიული ხელმისაწვდომების პრობლემა, რომ რაიონულ ცენტრებში თავმოყრილი სერვისები ნიშნავს იმას, რომ იმ მუნიციპალიტეტის სოფლის მოსახლეობას ეს სერვისი არ აქვს. მე რა რომ ცენტრში არის, ვთქვათ, სოფლის მაცხოვრებლისთვის ეს არ არის. ეს რას იწვევს? ეს იწვევს იმას, რომ ახალგაზრდობის მიგრაცია ხდება. ანუ ახალგაზრდას სოფელში ვეღარ ამაგრებ, ერთი და ხდება მათი გადინება სოფლებიდან და მეორე ხანდაზმული ასაკის ადამიანები რჩებიან მომსახურების გარეშე, ხო? ეს არის ერთი ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი პრობლემა. მეორე საკითხი, რომელიც ასევე ამოვიდა ამ ჩვენი კვლევის დროს, ეს არის, რომ ძირითად შემთხვევებში სერვისები არ ეფუძნება საჭიროებების კვლევას. ანუ რატომ? იმიტომ რომ არ ხდება საჭიროებების კვლევა, იმიტომ რომ ეს მოითხოვს კომპეტენციას, ანუ შესაბამისი კადრის არსებობას, ფინანსურ რესურსებს ცხადია, შესაბამისი ინსტრუმენტის ქონას და ასე შემდეგ. რთულია. და ეს ამ მიმართულებით მუშაობა ძირითადად არ ხდება. პოლიტიკის დოკუმენტები თუ აქვს შექმნილი მუნიციპალიტეტებს, იმიტომ რაღაცას ხო უნდა ეფუძნებოდეს სანამ პროგრამას დაიწყო. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი ჩვენი კითხვაც, ხო, ეფუძნება რას? ეფუძნება მოსახლეობის მხრიდან შემოსულ მოთხოვნებს და წერილებს, ეფუძნება იმას, რომ მე რა პროგრამასაც ვახორციელებდი მუნიციპალიტეტის მხრიდან რო შევხედოთ, ხო, გასულ წელს და ამაზე რომ მქონდა დიდი მოთხოვნა, მოდი წელსაც ჩავდო ცოტა უფრო გავაფართოვო. ასევე შემოდის განაცხადები, რომ ვთქვათ, მოსახლეობა სჭირდება პირობითად სკოლის სახელმძღვანელოების ან ნივთების დაფინანსება ბავშვისთვის და წელს არ მქონდა და მოდი მომავალ წელს. ანუ ეს ეფუძნება პასიურ მდგომარეობაში მყოფი მუნიციპალიტეტი, რომელიც ელოდება მოსახლეობის მხრიდან რა განაცხადი შემოუვა და ამ განაცხადების საფუძველზე ხდება რაღაც საპასუხოდ პროგრამების შემუშავება. მაგრამ ამ სურათში აბსოლუტურად ამოვარდნილია ის ადამიანი, რომელიც ვერ მიდის, ვერც განაცხადს წერს, არც იცის, რომ ანუ რა მინდა გითხრათ, რომ მოსახლეობის ერთი რომ ინფორმირებულობის დონეც ვიკვლიეთ და ნამდვილად ნაკლებია და მეორე ჩართულობა. ანუ რამდენად აქვს სოფლის და რაიონის მოსახლეობას მოტივაცია, რომ ჩაერთოს ამ პროცესში. არის ნიჰილიზმი, მოგეხსენებათ, რომ მაინც არ გაითვალისწინებენ, მაინც აზრი არ აქვს და ამ მიმართულებით არავინ არ მუშაობს, რომ წაახალისოს რეალურად მე მუნიციპალიტეტმა პროგრამა რომ შევქმნა და სერვის ფული დავხარჯო, მე უნდა ვიცოდე რა მიმართულებით დავხარჯო. ეს საკითხი საკმაოდ პრობლემურია და წლიდან წლამდე გვხდება ძირითადად ერთი და იგივე პროგრამები, რომლებსაც 1-2 სიახლე თუ იქნება დაფუძნებული იმ განაცხადების საფუძველზე, რომელსაც წლის განმავლობაში იღებს მერია. შემდეგი ძალიან დიდი პრობლემა და რაც თქვენ ახსენეთ, ეს არის ინფორმირებულობა, ხო? როგორ იგებს მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს სოფელში, აი ამ საკითხების შესახებ ინფორმაციას, ხო? აღმოჩნდა, რომ მერის მიუხედავად იმისა, რომ მერის წარმომადგენელია და მაჟორიტარია, რომელიც რაღაცას უნდა აკეთებინა. კი ბატონო, ანუ სრულიად მერის ფუნქცია ეს არის. მერის წარმომადგენლების მეშვეობით, საჯარო შეხვედრების მეშვეობით, მეტწილად ეს ემთხვევა ხოლმე წინასაარჩევნო აქტივობებს, ცხადია, ეს ყველამ ვიცით, ხო, საქართველოში. და აქაც ძალიან
ფრაგმენტულია ეს ინფორმაციის მიწოდება. ანუ ამას არ აქვს სისტემატიური სახე. მე მგონი ერთად წარმომადგენლებსაც არ აქვთ ინფორმაცია ხშირად საკუთარი მუნიციპალიტეტი რას აკეთებს არათუ იმან მერე კიდევ ვინმეს გადასცეს. სწორედ ამიტომ ერთ-ერთი ხა გაუსწრებ მოვლენებს და გეტყვით რომ ერთ-ერთი ჩვენი რეკომენდაცია იყო სოციალური სერვისების გზამკვლევის შემუშავება, რომელიც დარიგდება, რომლის საშუალებითაც იქნება მოსახლეობისთან უდმივი კომუნიკაცია, ხო? ანუ ყველა სახლში, ყველა მოქალაქესთან მივა ეს ბუკლეტი, იქნება თუ სხვადასხვა არღანო კომუნიკაციის ძალიან ბევრი არხი არსებობს, ხო, თანამედროვე სამყაროში. გასაგებია გვეუბნებიან და მუნიციპალიტეტში მართლა არის მათ საიტებზე გამოქვეყნებული, მაგრამ სოფელში რამდენ პროცენტს აქვს ახლა იმის შესაძლებლობა ინტერნეტი კონდეს, შევიდეს მუნიციპალიტეტის გვერდზე და როგორ შეავსოს განაცხადი, რანაირი პროცედურა უნდა. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ბარიერია. ასევე არის ადმინისტრაციული ბარიერების არსებობა. რას ნიშნავს ეს? მაგალითად, ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში აღმოჩნდა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ბავშვები მათ შორის, რომ მიიღონ მომსახურება, ცხადია სჭირდებათ სტატუსი, ხო? სტატუსის დადგენა ვერ ხდება მათ მუნიციპალიტეტში, იმიტომ რომ ვერ შეიქმნა კომისია, იმიტომ რომ არ არის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები. ანუ ეს პრობლემები სულ ერთი მეორეზე არის გადაბმული, ამიტომ ამ მუნიციპალიტეტიდან უნდა ჩავიდეს თბილისში ან ქუთაისში მოქალაქე, რომ იქ გაიაროს ეს ხანგრძლივი პროცედურა, მიიღოს სტატუსი, დაბრუნდეს და მიიღოს მომსახურება, ხო? ეს უჭირს მოქალაქეს, მით უმეტეს, როცა ბავშვია, როცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, მშობელს ამისი შესაძლებლობა ხშირად არ აქვს ხოლმე და ეს კიდევ ერთი ასე ვთქვათ, ბარიერია. ასევე არის ძირითადად, ანუ რაც ჩვენი ორგანიზაცია დიდი ხანია მუშაობს მუნიციპალიტეტებთან სწორედ ამ სოციალური პროგრამების მიმართულებით. პროგრამები, რომ გადახედოთ თქვენ, ხო, არის შემუშავებული მოკლევადიანი კრიზისის რეაგირებაზე და არა გრძელვადიანი გაძლიერების მიმართულებით, ხო? ანუ ამას ვეძახით ხოლმე, სადღაც ცეცხლის ჩაქრობის სტრატეგიით მუშაობენ. ერთჯერადი ფინანსური გასაცემლები ყველაზე აპრობირებული მეთოდი წლებია უკვე არის რომ ერთჯერადად გავცემ რაღაცას და ამით მოვიმადლიერებ ახლა სოციალური გასაცემელი ზოგადად არსებობს მსოფლიოში ნამდვილად ანუ არსებობს ესეთი გასაცემელი მასა აქვს თავის დრო და დანიშნულება ეს რა დროს უნდა გაიცეს, რა დანიშნულება აქვს და თუ დროულად და თავის დანიშნულებისამებრ გავცემთ ჩვენ ამ გასაცემელს, რა თქმა უნდა აქვს ეფექტი. მაგრამ მე როცა მაქვს ჩაშვებული, მუდმივ და როცა მოსახლეობა მიცის, რომ იანვარი რომ მოვიდა და უნდა მიიღოს ის 200 ლარი, რომელიც მას ვერ აძლიერებს რაღაცა გარკვეული ცეცხლის ჩაქრობის სტრატეგიისთვის მჭირდება. რა თქმა უნდა, ეს გრძელვადიან მიზანს ვერ ემსახურება. ეს ერთი საკითხი. მეორე არის ასევე მნიშვნელოვანი, რომ ძირითადი პროგრამები მიბმულია ქულას, ანუ სოციალურად დაუცველი ქულების ერთიან ბაზაზე და ქულას ეფუძნება, ანუ რადგანაც მუნიციპალიტეტებში ვერ ხდება საჭიროებების შეფასება, რადგანაც მუნიციპალიტეტებს უჭირთ კვლევის ჩატარება, თუ რა სახის სერვისი ვის უნდა მივცე, ამიტომ ისინი ძირითად საბაზისოდ იყენებენ ან ქულას, ან ჯგუფებს, ანუ ჯგუფებში გულისხმობ მარტოხელა დედებზე გაცემა გარკვეულ ბენეფიტს. შეიძლება ამ მარტოხელა დედებში არის ისეთი მარტოხელა დედა, რომელსაც არ ჭირდება დახმარება. ან არ არის მარტოხელა დედა, მაგრამ ძალიან უჭირს და ვერც ერთ კატეგორიაში ვერ მოხვდა. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ერთიან ბაზაში არსებული მონაცემების საფუძველზე შესაბამისი ქულებით ხდება მომსახურების გაცემა. ქულებიც არ არის იდეალური სისტემა, ხო? ყველა სისტემას თავისი ნაკლი აქვს და ამაზე ცალსახად პროგრამების, ასე ვთქვათ, დამოკიდებულება და ბმა ნამდვილად არასწორია და ხშირად იწვევს მოსახლეობაში გარკვეულ უკმაყოფილებას. რატო ხდება ახლა ეს ყველაფერი და ჩვენი კვლევის საგანი ესეც იყო. ის რომ ეს ყველაფერი გამოსწორდეს, ამას ჭირდება შესაბამისი კადრი. ამაზე საუბრის დროს თვითონ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ამას ხედავენ, იციან, არ მოსწონთ ერთჯერადი გასაცემელი, მაგრამ მათი არგუმენტია ის, რომ აი მოსახლეობა მიეჩვია, ჩვენ რომ ამოვიღოთ ეს და აღარ გავცეთ, იქნება დიდი უკმაყოფილება, შემდეგში ეს უკმაყოფილება გარდაიქმნება, ვთქვათ, მეორე წელს არჩევნებია და ყველა წელს თითქმის არჩევნებია და ასე შემდეგ. ამასაც სჭირდება თავისებური კომუნიკაცია მოქალაქეებთან, მათ სწორედ უნდა მივიტანოთ ეს ამბავი, თუმცა ამასაც სჭირდება უნარები და შესაბამისი კადრის არსებობა. კადრის არსებობასთან მივდივართ ყველა შემთხვევაში, რომელიც არის პრობლემა, იმიტომ რომ
არ ტარდება კვალიფიკაციის ამაღლების, გადამზადების, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტს ბიუჯეტში კი, ანუ ძირითადად გამოყოფილი აქვს თანხები. ახლა კითხვა არის, რატომ არ ტარდება, ხო? აი რა ხდება ეს რა პრობლემაა? აქ წარმოიშვა რომელი რა საკითხზედაც მივადექით, ეს არის სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის საკითხები, რაც ბოლო წლებში ძალიან დაიძაბა ყველასთვის ცნობილი მოვლენების გამო, ხო? ანუ სამოქალაქო სექტორი, რომელიც პარტნიორი, ანუ მოკავშირე უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის, ხო? რესურსების მხრივ, თუნდაც ფინანსური, ადამიანური, მათ უნდა შესთავაზონ, თქვათ, ეს სხვადასხვა თუ თვითონ მუნიციპალიტეტი ვერ აკეთებს. პრობლემები ამ საკითხში ძალიან წამოიწიათ. თითქმის მუნიციპალიტეტებში მინიმუმამდე არის დასული სამოქალაქო სექტორის აქტივობები, იმიტომ რომ ბევრი თანმდევი მოვლენა ამოტივტივდა ამ გლობალურად, ანუ ცენტრალურად მიმდინარე პროცესების ფონზე, ხო? ის რომ ბზარი გაჩნდა დობაში, პროპაგანდა მიმუშავა ამ კუთხით, ის რომ თვითონ სამოქალაქო სექტორის დაფინანსება ძალიან შეუმცირდა და ვეღარ ახერხებს თანამშრომლობას, ურთიერთობების, ასე ვთქვათ, გარკვეული დაძაბულობა და ასე შემდეგ. ჩვენ ვნახეთ, რომ ბევრი მომსახურება, რომელსაც სამოქალაქო სექტორი აწოდებდა თვითმმართველობას, აღარ არის. ძალიან კარგი მომსახურებები ქონდა, შესაძლებლობის მქონე ადამიანებისათვის და ბავშვებისთვის, ხანდაზმულებისთვის. ეს სერვისები აღარ არის, იმიტომ რომ აღარ აქვთ მათ პროექტები, იმიტომ რომ თანამშრომლობა გართულდა და ასე შემდეგ. ეს შემდეგი პრობლემაა და ასევე არის ინფორმირებულობაზე ვთქვით და ასევე არის ის რომ ფინანსური რესურსების არასაკმარისი რაოდენობა. ანუ რა თქმა უნდა ეს ვიცით, ახლა სიახლის ნამდვილად არ ვამბობ, რომ ფინანსური რესურსი ყოველთვის იმას ნაკლებია ყველგან, ვიდრე საჭიროა. მაგრამ მუნიციპალიტეტებში მაინც ეს ძალიან საგრძნობია და ხელშესახებია, იმიტომ რომ როდესაც საუბარია ვთქვათ გარკვეულ პროგრამებზე, რომლის დაფარვაც არის ვთქვათ ნახევარიც არ არის ხო მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, ეს არ ნიშნავს რომ ზოგადად სერვისი არსებობს და პირობითად ავიღოთ დღის ცენტრი თუ არის, მაგრამ მე ვერ მოვხვდი. მე ბენეფიციარი ბავშვი ხო, ჩემთვის ხომ არ არის ეს სერვისი, არა? ანუ ესეც ძალიან დიდი პრობლემაა. შესაბამისად, ანუ ამ საკითხებზე რომ საუბრობთ, მუნიციპალიტეტებიც და მათ წარმომადგენლებიც იზიარებენ გარკვეულწილად არის ამისი ხედვა, თითქოს გამოსწორების მცდელობის, მაგრამ რაღაც ერთ ადგილს ვტკეპნით, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ეს ენაზე ვაპარაკობთ. ეკა, თქვენ ახსენეთ კვალიფიკაციის პრობლემა მუნიციპალიტეტის თანამშრომლების და ცალსახად ეს პრობლემაა, მაგრამ მე მაინც მეჩვენება, რომ ეს პრობლემის მიუხედავად არის ხოლმე რაღაცა პრობლემის გადავადებისთვის თავის მართლების რაღაცა მექანიზმი და უფრო მგონია რომ პოლიტიკური სარჩული უფრო აქვს. ანუ პოლიტიკის პრობლემა რამდენად გვიდგას. იცით რა არის? რჩევნიათ მუნიციპალიტეტებს, რომ ჰქონდეთ ამ ტიპის პროგრამები, განსაკუთრებით როდესაც სოციალურ პროგრამებზე ვლაპარაკობთ, რაღაცნაირად იმ 200 ლარით, 500 ლარით, 300 ლარით ერთჯერადად, რა ვიცი, წელიწადში ორჯერ იმადლიერებდნენ და არა მხოლოდ მუნიციპალიტეტს, ცენტრალური ხელისუფლების სოციალური პროგრამებიც რაღაცა ამ ტიპის იქნება, ხო? იმადლიერებდნენ ამ შეჭირებულ მოქალაქეებს, ამით იბამდნენ და ჩვენ ვიცით, ხო, ძალიან მოწყვლადია ეს ჯგუფები და მერე სულ არის ეს პრობლემა, რომ აი მე ეს ფულს მაძლევს და მე მის წინააღმდეგ როგორ წავალ, ხმას აღარ იღებენ, არიან მორჩილებაში და საბოლოო ჯამში ჩვენ ვიღებთ იმ საზოგადოებებს, რომელიც გვაქვს ადგილებზე და იქ გაცილებით უფრო რთულია, ხო, არ ისმის არც პროტესტის ხმა, მათი ხმა საერთოდ არ ისმის, არათუ პროტესტის, უბრალოდ ხმა არ ისმის ადამიანების. აი მაგალითად მე შარშანს სწავლობდით, ჩვენი ორგანიზაცია ეგრეთ წოდებული 300 ლარიანი ხელფასების პროგრამა რო დაიწყო, ხარაგაული მქონდა, მე მახსოვს რომ ხარაგაულიც უნდა იყოს თქვენი ერთ-ერთი სამიზნე მუნიციპალიტეტი. ხარაგაული იყო ჩემი სამიზნე მუნიციპალიტეტიც ერთ-ერთი და პრინციპში ყველგან ერთ იგივე ხდება, ხო? რაღაცა 823 მეზო ვეყავდათ დასაქმებული, იქ რაღაცა
რას აკეთებდნენ თვითონაც არ იცოდნენ და ამაში იღებენ მუდმივად ხელფას. და როდესაც ბენეფიციარებს, აი ამ პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებთან ინტერვიუები გავაკეთეთ, 90% ამბობდა, რომ ერთი ხელით მე სახელმწიფო მაჭმევს და მაძლევს ფულს და მე მეორე ხელით მას ვერ ვუღალატებ. ეს დამოკიდებულება იყო. იყო გარკვეული ნაწილი, რომელიც პირდაპირ იყო პოლიტიზირებული და ის იყო მმართველი პარტიის აქტიური მხარდამჭერი, არათუ მხარდამჭერი აქტივისტიც კი და შტაბებში დასაქმებული ადამიანებიც. ანუ ამით რის თქვა მინდა, რომ ამ ადამიანებს ამ პოლიტიკით უზღუდავენ თავისუფლებას. და მე მგონია, რომ გარდა იმისა, რომ კვალიფიციური კადრი ცხადია ჭირს, სახელმწიფოს პოლიტიკის შეცვლა არ უნდა. თქვენ უფრო მეტი გამოცდილება გაქვთ ამ მხრივ ხედავთ ამ პრობლემას და თუ ხედავთ მაშინ როგორ უნდა გამოვასწოროთ ეს? ნამდვილად არის ეს პრობლემა, გეთანხმებით, ცხადია. დღეს კიდევ მოსახლეობას სოციალური მომსახურება მუნიციპალური გონია საჩუქარი მუნიციპალიტეტის მხრიდან და თან მას არ აქვს მუნიციპალიტეტი და ცენტრალური ხელისუფლება მისთვის ულერთია, საერთოდ არ ყოფს ამას. ზოგადად, ხო. ანუ ის რომ ეს მისი უფლებაა, მიიღოს დახმარება, ის რომ ეს მისი ბიუჯეტია და აბსოლუტურად თვითმმართველობა იმიტომ არის იქ, რომ მოიმსახუროს მას, ეს არ არის მოქალაქეებში გაცნობიერებული. დღეს არა მარტო რაიონში, არამედ ჩვენ დღემდე ჩვენი უფროსები გონია და უყურებთ ისე რაღაცა თითქოს მათ უნდა განკარგონ და ეს არის აბსოლუტურად ჩვენს მიერ დაქირავებული ხო ხელისუფლება, რომელიც იმისთვის არის მოსული, რომ ჩვენ უკეთესი ცხოვრება გქონდეს. თუმცა ნუ დღეს ჩვენთან არსებული მდგომარეობა ძალიან შორს არის ამ პირობებისგან. განსაკუთრებით ეს ეხებათ, რა თქმა უნდა, სოფლის და რაიონში მცხოვრებ მოსახლეობას, რომელთაც გონიათ, რომ თუ ჭყალებში ვაბო კარგად არ მოიქცევა, ვერ მიიღებს ამ მომსახურებას და ეს არ არის შორს სიმართლისგან სამწუხაროდ. შეინიშნება ასეთი ტენდენციებიც, როდესაც მომსახურების გაცემა გარკვეულად პოლიტიკიზირებულ ელფერს ატარებს, შენ თუ რაღაც არ ახარ კეთილგანწყობილი ამ სისტემისადმი, შეიძლება რაღაც გაგიჭირდეს გარკვეული მომსახურებების მიღება. ესეც არის ნამდვილად. მეორე საკითხი რაც არის და ძალიან მნიშვნელოვანია და უფრო ფართოა. აი რაზედაც ახლა საუბრობთ, ეს პრობლემები მოითხოვს ძალიან ფართო რეაგირებას, ხო? რომ ვთქვათ, ესე რეფორმის ჩატარება არის საჭირო მთლიანად აი ამ სოციალურ მიმართულებაზე, რომ ვილაპარაკოთ ადგილობრივ თვითმმართველობაში, რომ არ იყოს გასაცემელი ერთჯერადი, რომ არ იყოს მხოლოდ ჯგუფები მოაზრებული, რომ არ იყოს ქულაზე მიბმული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ეს ამისთვის რა არის საჭირო? ამისთვის საჭიროა რეფორმა, რაც მოიაზრებს ერთი სისტემა უნდა დავშალოთ და მეორე უნდა ავაწყოთ. დაშლას ზოგადად უყვება მოქალაქეების უკმაყოფილება, ხო? ზოგადად რაც არ უნდა უკეთესი მომავალი დავპირდე და რეალურად მქონდეს დღევანდელი კვერცხის და ხვალინდელი მოყვება უკმაყოფილება მოქალაქეების და ჩვენი ხელისუფლება ცხოვრობს 4 წლიანი ციკლით, ხო? ანუ არჩევნებიდან არჩევნებამდე. ახლა მოსული ადამიანი ფიქრობს, რომ რატომ შეიქმნას ეს პრობლემები ამ 4 წლიან პერიოდში, რატომ მოიმდუროს თან ძირითადად რეფორმებისთვის ეს 4 წლიანი ციკლი, რომ დავანახო მე რეფორმის შედეგები და სიკეთეები არ არის ხოლმე საჭირო, ხო? ანუ მათი გადმოსახედიდან ეს არის ზედმეტად ჩატარებული მოძრაობები, რომელიც არანაირ შედეგს მას პოლიტიკური თვალსაზრისით არ მოუტანს. მე რა რომ მე მოქალაქისთვის კარგი იქნება. მე ეს ჩემი ციკლი უნდა ჩავთავრო, ყველა უნდა მყავდეს კმაყოფილი, ერთჯერადით იქნება თუ რაღაც განსაკუთრებული ფონდები არსებობს, ხო, მერის ფონდი, იქიდან გამოყოფილი თანხებით და ისევ მომცენ ხმა. აი ამ პრინციპით უყურებს ძირითადად დღეს ადგილობრივი თვითმმართველობა მოვლენებს. რაც შეცდომაა და რასაკვირველია საჭიროა ხანდახან ძალიან მტკივნეული ღრმა რეფორმების და ცვლილებების გატარება, რომ გაჯანსაღდეს სისტემა. შეიძლება ხვალ მოქალაქემ ვერ იგრძნოს ეს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ნამდვილად უკეთესობა იქნება. სულ ვიმეორებთ ხოლმე ამას, რომ აი ფული იხარჯება, ნამდვილად იხარჯება ადგილობრივი მთავრობიდან თავიანთი, ხო, შემოსულობებიდან ეს თანხა, მაგრამ მოქალაქე, რომელიც 10 წელია ჩემი ბენეფიციარია და მუდმივად მთხოვს რაღაცას, კიდევ მთხოვს, ესე იგი
მთელი მე მიზანს ვერ მივახციე, ხო? ანუ ამ კუთხით შეხედვა, ამ კუთხით არ ვიყურებით. იმდენად რაღაც შიგრიდან იხარშება, ასე ვთქვათ, ეს სისტემა, რომ ზემოდან შეხედვა, ანუ აქ რა არის საჭირო? აქ არის საჭირო დაინერგოს, რაც არ არსებობს მუნიციპალიტეტებში, ზეგავლენის შეფასების მექანიზმები, ხო? ანუ ჩემი მუშაობა მე უნდა შევაფასო. ყველგან ტარდება აუდიტი, მონიტორინგი, რა თქმა უნდა, ყველა სამსახურში, მათ შორის მუნიციპალიტეტებში, მაგრამ შემოწმება ხდება აბსოლუტურად სხვა სისტემით. არა ზეგავლენის, არამედ რამდენი განცხადება შემოვიდა, რამდენი დაგმაყოფილდა, ბიუჯეტი იყო X-ი, გაიცა Y-ი, ხო? ანუ ამითი მე ვერ გავზობა მოსახლეობის კმაყოფილებას, რამდენად შეუმსუბუქდა მას, თქვა, ცხოვრების პირობები, რამდენად გაუმჯობესდა თავის გარემო და ამ შემდეგ ეს მექანიზმი არ გვაქვს ადგილზე. ამისი დანერგვა, შესაბამის ცვლილებების გატარება, საჭიროებაზე ორიენტირებული მომსახურების მიცემა. ანუ ადამიანი რომ მოდის და გეუბნება რომ სჭირდება, თქვა, სახლის სახურავის შეკეთება, პირობითად ვამბობ და შენაო აძლევ ყვების ვაუჩერს, პირობითად ვამბობ ძალიან უწრებს. რა თქმა უნდა, ეს არ ვერ იქნება მიზნობრივი დახმარება, ხო? მიზნობრივი დახმარების გაცემისთვის საჭიროა შესაბამისი კვლევის ჩატარება, საჭიროების ამისთვის საჭიროა სპეციალური მეთოდოლოგიის შემუშავებისთვის ადამიანები არის საჭირო და ასე შემდეგ. ანუ ეს პრობლემები იმდენად ჯაჭვური ხასიათის არის, ხო? რომ რაც თავში აღნიშნე, ეს ძირეულ ცვლილებებს მოითხოვს. როცა ვლაპარაკობთ, რომ აი სერვისი ხარისხიანი სერვისის ნაკლებობა არის მუნიციპალიტეტებში, აქ სხვა პრობლემაც არის, ხო? ჯერ სერვისი რომ დანერგო რაღაცა მომსახურება რომ დანერგო, სტატისტიკური მონაცემები გჭირდება. უნდა იცოდე, რამდენი კარგი სოციალურად დაუცველს ვიღაცა გითვლის აგერ იმაში ცენტრში და იქიდან გასვლის. ეს კიდევ ერთი პრობლემაა ნამდვილად მასეა. სტატისტიკური მონაცემი, რამდენი შეშუმპირი ყავს, ასაკობრივ ჭრილში შეშუმპირების რაოდენობა როგორია, საცხოვრობენ, ვინ, რა ვიცი მე, მარტოხელა დედა რამდენი ყავს, მარტოხელა მოხდებით კი. ეს სტატისტიკური მონაცემები წლების ათწლეულების განმავლობაში პრობლემაა. მუნიციპალიტეტები თვითონ ამას ვერ აკეთებენ, ცენტრალიზებულად დაიწყეს ისევ საქსტატმა მუნიციპალურ ჭრილში მუნიციპალიტეტებისში ჩასვლით უკვე რაღაცის კეთება, მაგრამ რამდენად ეს სრულყოფილია, არავინ არ იცის. და რამდენად აქვს ხელმისაწვდომობა მუნიციპალიტეტს ამ ბაზარზე. და კიდევ უმთავრესი პრობლემა და კიდევ მეორე პრობლემა არის სტანდარტები. არსებობს თუ არა სტანდარტები დადგენილი, მინიმალური სტანდარტები, რის ქვემოთაც სერვისი აღარ უნდა არსებობა, აღარ უნდა ჩავიდეს. ეს პრობლემები იმდენად ღრმა არის, რომ მე აქ უკვე სერვისის ხარისხიანობაზე, სერვისის ხელმისაწვდომობაზე უბრალოდ ლაპარაკიც კი აზრს არ გავს. თუ ეს ფუნდამენტი არ გაქვს, სტატისტიკური მონაცემი და სტანდარტი, როგორ უნდა დანერგო მომსახურება? აი ძალიან კარგ საკითხს შეეხეთ სერვისების მოსახლეობის მონაცემები სტატისტიკურ ჭრილში, ხო? ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და ამას მუნიციპალიტეტებიც აღნიშნავენ. ახლა რა ხდება? ზოგადად მათ იციან, თავისი ბაზა აქვთ, ვინ მიიღო, თქვათ, გასულ წლებში მომსახურება. მაგრამ ვინ არ მიიღო, ვერ მიიღო, არის სადღაც სოფელში ცხოვრობს, მაგრამ ჩემამდე ვერ მოვიდა, ეს ინფორმაცია მათ არ აქვთ. როცა მუნიციპალიტეტს სჭირდება კონკრეტული პროგრამის შემუშავება, მან წინასწარი გათვლები უნდა გაატაროს, ხო? ჩაატაროს ცალსახად ესეა. მაგალითად, სმენა დაქვეითებული მოქალაქეებისთვის გარკვეული სერვისის შემუშავება რომ სჭირდება, მან უნდა იცოდეს თავის მუნიციპალიტეტში ამ კონკრეტული დიაგნოზით და ამ კონკრეტული შეზღუდვით რამდენი ბენეფიციარი ყავს. მას ეს სტატისტიკური მონაცემები არ აქვს, თუ არ ჩავთვლით იმას, თქვათ, აი შარშან მოვიდა ამდენი ადამიანი და მე ვიცი, რომ ამდენმა მომაკითხა და ამდენმა მიიღო მომსახურება. ანუ თავიანთი შექმნილი ბაზები აქვთ, რომელიც გამორიცხავს იმ ადამიანების ჩართულობას, რომლებიც არიან, მაგრამ ვერ მოხვდნენ ჩემთან, არ მოვიდნენ, ვერ მოვიდნენ არ იცოდნენ რომ უნდა მოსულიყვნენ და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. მეორე და მართალი ბრძანეთ რაღაც დაიწყო მუშაობა ცენტრალიზებული შესაძლოა მქონე პირების ბაზების გააკეთებაზე, უნდა გახსნილიყო მუნიციპალიტეტებისთვის, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით სიახლე არაფერი არ არის. სასაცილო ამბავი იყო, რომ ეს ვალდებულება დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში აიღო სახელმწიფომ, აი როდესაც
19-ში ვიბრძოდით რომ რაღაცა 2019-ში რომ რაღაცეები შეცვლილი იყო და მაშინ მთავრობამ თქვა რომ აი მე ახლა სტრატეგიას დავწერ და ამ სტრატეგიას გავყვები მე იქ ითქვა მაშინ დავაყენეთ საკითხი რომ სტატისტიკური მონაცემები მუნიციპალიტეტებისთვის არ არსებობს, ხელმისაწვდომობა არ არის. რეალურად არც კი კეთდებოდა, იმიტომ რომ მუნიციპალურ დონეზე ვერ ჩადიოდნენ, მხოლოდ რეგიონულ დონეზე გქონდა და ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, რომ ამას გააკეთებდა. შედეგად მივიღეთ, რომ შეიქმნა რაღაცა საქსტატმა შექმნა ეს რაღაცა პორტალი, სადაც რაღაცა ტიპის მონაცემები არსებობს, მაგრამ მუნიციპალიტეტს არ აქვს ხელმისაწვდომობა, მე და თქვენ გარედან თუ გვინდა რომ მონიტორინგი განვახორციელოთ, მით უფრო არა გვაქვს ცდომა ამ მონაცემებთან და მეორე, როდესაც ვლაპარაკობდით ამავე დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში, რომ უნდა აუცილებლად მინიმალური სტანდარტები აი ამ სერვისებისთვის შექმნილი იყო, ამაზეც მივიღეთ პირობა, მაგრამ გავიდა 2025 წლის სტრატეგია იყო 2005 წელი დასრულდებასაცაა და რეალურად ჩვენ არაფერი არ გვაქვს. ნამდვილად, ანუ სტანდარტების შექმნა არის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მოითხოვს კომპეტენციას, მოითხოვს მრავალმხრივ ჩართულობას, მოითხოვს სამოქალაქო სექტორის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ექსპერტული ცოდნა, ხო ვიცით, ჩვენ არის ძირითადად არის სამოქალაქო სექტორში. თუ შენ ცდილობ რომ გააქრო სამოქალაქო სექტორი, თუ მინიმუმამდე შეამცირე თანამშრომლობა და ურთიერთობა, თუ ხელი შეუშალე მათ რომ მიიღონ დაფინანსება და დაფინანსების მიღება ამ სექტორისთვის განვითარებასთან არის ხო დაკავშირებული, ანუ ვითარდებით, ვიზრდებით, უფრო მეტი შესაძლებლობები გვექნება. თუ ეს ყველაფერი მოვსპეთ, ანუ რანაირად უნდა მოხდეს, თქვათ, ან ამ სტანდარტების შემუშავება, ან მათი დანერგვა, რომელსაც ჭირდება, ანუ სტანდარტების შემუშავება ერთი საკითხი, მეორე მათი დანერგვა. მესამე გარდამავალი ეტაპი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მომსახურებამ შეიძლება ვერ დააკმაყოფილოს არსებული, ანუ ის სტანდარტები, რომელსაც შექმნის, ხო, თქვათ, ხელისუფლება. ამიტომ მათ უნდა მიეცათ რაღაცა პერიოდი, გარდამავალი ეტაპი. მერე უნდა იყოს მონიტორინგის კარგი ინსტრუმენტი, რამდენად აკმაყოფილებს. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, რაც ნამდვილად არც არის დააწყებული და მოაზრებული. ასე რომ ძალიან ეს არის ის, რაზეც სახელმწიფო უნდა იდგეს, არა მხოლოდ თვითმმართველობა, ზოგადად სახელმწიფო უნდა იდგეს. იცით რა არის? ბავშვთა კეთილდღეობის სექტორში არსებობს ესეთი გამოცდილება, ანუ ცენტრალურ დონეზე რო ვისაუბროთ, არის ბავშვის ანუ დღის ცენტრის სტანდარტები, მცირე ტიპის საოჯახო მომსახურების სტანდარტები არის, ბავშვზრუნვის სტანდარტები, ანუ გამოცდილება ამ მხრივ ქვეყანას აქვს ნამდვილად. შექმნილია ვიწვალეთ, ვაკეთეთ, ბევრი ძალისხმევა ჩაიდო, ანუ შესაძლებლობები არსებობს. თავარია გაჩნდეს სურვილი. სურვილის შემთხვევაში ყოველთვის გაიხსნება რაღაც შესაძლებლობის კარი, რომ ამის გაკეთების რეალური შანსი გაჩნდება, მაგრამ ხომ აი რაზედაც ვისაუბრეთ, ეს ყველაფერი მიბულია რაღაცა იმასთან, რომ ამ 4 წელიწადში ან მოვასწრებ ან არა, ამას რატომ მოვიმდურო ის, თქვათ, ვინც დღეს კარგად ვყავს და იმ პირობებში, რომელიც დღეს არსებობს, რაღაც სასათურო პირობები აქვს შექმნილი და ბევრი მნიშვნელოვანი ხარისხი არის პოლიტიკური ნების პრობლემა, პოლიტიკური ნების პრობლემა და ის რომ ადამიანებს ადგილებზე და ზოგადად ყველა ხელისუფლება, ეს მხოლოდ ამ ხელისუფლების პირობებში არ ხდება, ხო? ადამიანებს უყურებენ როგორც საარჩევნო ხმას და არა როგორც ადამიანს, რომელიც არის მისი თანამოქალაქე, ადამიანს, რომელიც არის ცალკე აღებული ინდივიდი, რომელსაც შეიძლება სჭირდებოდეს გარკვეული მხარდაჭერა და ამ მხარდაჭერას მე მინდა დავამატო ღირსეულად იღებდეს. მართალი ბრძანდებით თვითმმართველობებში მუშაობენ ძალიან ბევრი ღირსეული და კარგი ადამიანებიც, რომელთანაც ჩვენ მრავალი წელია გვაქვს შეხება, მათ კარგად ესმით ეს პრობლემები, ანუ ჩვენ ვსაუბრობთ სოციალურ მიმართულებაზე, ხო? კარგად ესმით, იციან, წუხან იმაზე, რომ ვთქვათ, ეს არჯერადი გადასახადი, გასაცემელი არაფერს არაკეთებს, ეს მიმოქულებზე სწორი ხედვები აქვთ, მაგრამ აქ მათი ხედვა და მათი ვთქვათ, ასე ვთქვათ, სურვილი მხოლოდ სურვილად რჩება ხოლმე ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ, უფრო მაღალ დონეზეა აქ გადაწყვეტილება, მისაღები და პოლიტიკური ნება გამოსაჩენი. თორემ ნამდვილად მინდა აქვე დავადასტურო ის, რომ ძალიან ბევრი ჭკვიანი, გამოცდილი ადამიანი მუშაობს ამ მიმართულებით ადგილობრივ თვითმმართველობებში, რომელთაც
რომელსაც შეუძლიათ აქვთ ამის გაკეთების სურვილი, მე გეუბნებით ძირითად იმ ადგილებში, სადაც ჩვენ გქონდა ეს სამუშაო ჩატარებული. და შემდეგ ეს გამოცდილება ნელ-ნელა გადავიდოდა უკვე სხვა მუნიციპალიტეტებში. აუცილებლად. ეს აეწყობოდა რომ იყოს მართლა პოლიტიკური ნება. ეს პოლიტიკური ნება რომ იყოს და მართლაც აი ამ სოციალურ სფეროში დიდი რეფორმის სურვილი რომ იყოს, ეს მოიტანდა სხვა ცვლილებებსაც, ხო? ეს მოიტანდა იმას, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე არის ცხოვრობდა ქვეყანა. მოიტანდა იმას, რომ მუდმივად დაძაბულობის კერები არის არსებობდა, მუდმივად პოლიტიკური დაძაბულობა არ იქნებოდა ქვეყანაში და რაღაც საზოგადოება შეიქმნებოდა, რომელიც გადაწყვეტილებებს მიიღებდა თვითონ დამოუკიდებლად ყოველგვარი პოლიტიკური ჩარევების გარეშე და ამ გადაწყვეტილების შესაბამისად შემდეგ იმართებოდა ქვეყანა. ეს არის პრობლემა, რომლის მოუგვარებლობაც რეალურად ჩვენ გვაძლევს მუდმივი ტურბულენტობის ზონაში ყოფნის, აი ყველაზე დიდ რისკებს გვანიჭებს და თუ არ დაიწყო ამაზე მსჯელობა ყოველთვის ღიად, თუ არ დაიწყო ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი, რომ ამ ადამიანების პრობლემების მოგვარება არის ქვეყნის განვითარების გზა და პერსპექტივა. მაშინ ჩვენ არაფერი არ გვეშველება. არა და აუცილებელია აქვე დავამატოთ ამ ადამიანებისთვის და ამ ადამიანებთან ერთად მათი ჩართულობა. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ანუ მოსახლეობასთან კომუნიკაცია ეს არის ძირეული მნიშვნელოვანი საკითხი. ოღონდ კომუნიკაცია მე არ ვამბობ ისე რომ მიხვედი რაღაცა ერთხელ შეკრიბე და უთხარი სწორი მესიჯების მიტანა რომ მას გაუჩნდეს და მუდმივ ურთიერთობაში ყოფნა რა. სრული გაიგოს რომ თურმე ჩემს ხმას რამხელა მნიშვნელობა ქონია. მას დღეს ქონია რომ არა აქვს ამას მნიშვნელობა. მე რაც უნდა ვილაპარაკო, ეს მაინც ისე მოხდება როგორც ხდება, ხო? ანუ ამ ინფორმაციის სწორედ მიტანა რომ მოქალაქესად გას, ხო, ეს ყველაფერი ის არის თავარი ამბავი და აი ეს კომუნიკაცია და ჩვენ პროექტის ფარგლებში გვაქვს დაგეგმილი განმახორციელოთ და ასევე კვლავ კიდევ გეგმავთ მათთან სწორ კომუნიკაციას, სწორი მესიჯების გადაცემას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მათი უკავშირი, მათი ჩართულობა, მოითხოვე და გააგებინე მუნიციპალიტეტს ის რაც შენ გჭირდება. ანუ ეს არის მნიშვნელოვანი. ეს უნდა გაიგოს ყველა. დიდი მადლობა ეკა, სოციალურ სფერო ის არის რაზეც დაუსრულებლად შეიძლება ლაპარაკი, იმიტომ რომ ბევრია პრობლემა ქვეყანაში და ცხადია ამ ერთ პატარა პოდკასტში ყველაფერს ვერც მოვიცავთ და ვერც გადაწყვეტის რაღაცა რეცეპტებს შევთავაზებთ, ვერც ჩვენს მაყურებელს და ვერც ქვეყანას. თუმცა მე მგონია რომ რაც უფრო ბევრი ადამიანი ვილაპარაკებთ ამ თემებზე, მით უფრო შეიძლება რაღაცა გადაწყვეტის გზებამდე მივიდეთ და დავაჩქაროთ ეს პროცესები. მთავარია რომ რაღაცნაირად ამ ევროინტეგრაციის გზას დავუბრუნდეთ. არ ავწდეთ, ხო, და შესაძლებლობები მოგვეცეს იმის, რომ ჩვენ ყველამ ვიმუშაოთ იმაზე, რაზეც მუშაობდით. რაც შეგვიძლია, რაშიც გვაქვს დიდი გამოცდილება, გვაქვს დიდი ცოდნა და ეს ცოდნა ნელ-ნელა ვაქციოთ უკვე რეალურ საქმეებად, განსაკუთრებით ჩვენს მუნიციპალიტეტებში, სადაც ძალიან ჩაგიჭრებით და ერთი დამატება მინდა, სანამ დავასრულებთ. ანუ სწორედ ახსენეთ თქვენ ხაზი გავუსვით ევროინტეგრაციას და აქვე მინდა დავამატო აი ეს კომუნიკაცია მოსახლეობასთან, განსაკუთრებით მუნიციპალიტეტთან. პროპაგანდა, რომელიც მოდის, ხო, ის რაღაც ქალი-ქალია, კაცი-კაცია. ანუ ამის საპირწონედ, იმის დანახება, რომ ევროინტეგრაცია არის უკეთესი სოციალური მომსახურებები, შენი საჭიროებების უკეთესად დაკმაყოფილება, უკეთესი საპენსიო ანაზღაურება, ვთქვათ, უკეთესი სოციალური დაცვა და დაზღვევა, ხო? ანუ ამის მიტანა არის მნიშვნელოვანი მოქალაქე. მათ დღეს და ნახულობთ ჩვენ ტელევიზორში მოქალაქეების გამოკითხვას, რომ არ უნდა ევროპა, არ უნდა, იმიტომ რომ გონია რომ რაღაცა გაათხოვებს აბსოლუტურად პროპაგანდის წყობილი არიან. ანუ არის პროპაგანდა, მაგრამ მეორე მხრიდან უნდა დაუპირისპირდეს ზუსტად ეს, რომ აი ამას ნიშნავს ევროპა. აი შენ დღეს რომ არ გეძლევა ეს სერვისი, ან გეძლევა არა ის, რაც გჭირდება, არამედ ის, რაც აქვს მუნიციპალიტეტს, აი ამისი გამოსწორება და სხვა ხარისხში აყვანა. აი ამ კუთხით კომუნიკაცია არის გასაკეთებელი ნამდვილად და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებაზე იყოს მუშაობა. დიდი მადლობა, ემედია კიდევ ვისაუბრებთ ამ თემებზე, კიდევ მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ გავაგრძელოთ ჩვენი პოდკასტები და ვილაპარაკოთ
იმდენი, რამდენი საჭიროა იმისთვის, რომ რაღაცა ცვლილებები, რეალური ცვლილებები გამოვიწვიოთ ქვეყანაში. დიდი მადლობა, ვინც გვიყურეთ. ჩვენი პოდკასტები ცხადია გაგრძელდება და სხვა საინტერესო თემებსაც აუცილებლად მიმოვიხილავთ.